დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ყველა ადამიანს აშინებს, მაგრამ თან აინტერესებთ. ეს თემა იქნება კიბო. ჩვენთვის ეს თემა ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ ორივეს კიბოს დიაგნოზი გვაქვს და ვისწავლეთ ამ დიაგნოზთან ერთად თანაცხოვრება. მე მაქვს, შეიძლება ითქვას მქონდა, იმიტომ რომ ჩემი სიმსივნე ახლა გაჩერებულია. სისხლის სიმსივნე, ლიმფომა მეოთხე სტადიაში 2012 წელს და მინდა რომ შენი ისტორია მომიყვე. მოგესალმებით, მადლობა გვანცა იმ შესაძლებლობისათვის, რაც დღეს შენ მე მომეცი, რადგან იქიდან მოყოლებული, როდესაც საკუთარი დიაგნოზი გავიგე, ყოველთვის მინდოდა ეს ემოცია, რაც მაშინ პირველი წამიდან ვიგრძენი, გამეზიარებინა ადამიანებისათვის, რადგან შინაგანად მჯეროდა და მჯერა, რომ გამიზნულად მოვიდა ეს ცხოვრებისეული განსაცდელი ჩემს ცხოვრებაში. და ალბათ რაღაც მისიაც მგონია რომ დამეკისრა, რომ ადამიანებს დავეხმარო და ვაჩვენო, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ კიბოსთან ერთად. ძალიან ბედნიერად, ქარიზმატულად ვიყოთ ძალიან შეშლილები. ანუ ჩვენ ხო განსაკუთრებულები ვართ. აქედან მოყოლებული, როდესაც ეს დიაგნოზი გავიგე, მივხვდი რომ სრულად შევიშალე, კარგი გაგებით შევიშალე, არავინ შეაშინოს ამ სიტყვა შეშლამ, რადგან ვარ ბოლომდე შეშლილი, მომწონს ესეთი თავი, ამ დაავადებასთან ერთად და ეს ყველაფერი, ამ ყველაფერთან პირველად შეხება მქონდა რამოდენიმე 5 წლის წინ, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრს დაუდგინდა პირველად კიბოს დიაგნოზი და მაშინ ჩემთვის კიბო ასოცირდებოდა ესე ბჭყალებში ვიტყვით სიკვდილთან. ძალიან შემეშინდა ემოციის, როგორ მივიღებდი ამ ყველაფერს მე, როგორ დავეხმარებოდი ჩემს ოჯახის წევრს ამ ყველაფრის გადატანაში, რისი გაკეთება შემეძლო. იქედან მოყოლებული დავიწყე საკუთარი თავის მართვა. ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივიდოდა. და შემდეგ აუცილებლად ეს ემოცია, იცი, გვანცა გადადიოდა ჩემი დედამთილს ჰქონდა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე. მეოთხე სტადია, რომელიც დიაგნოზირებული იყო ქალაქ ქუთაისში. გავაკეთეთ ბიოპსია, გითხრეს რომ აქ დიაგნოზი მითხრეს ძალიან ისე ცუდად, მახსოვს, როდესაც გავიგე ამ ყველაფრის შესახებ, როგორ გაჩერდა დრო. ანუ საათის ესე ფილმებში მინახავს ხოლმე, როცა საათის ციკციკის ხმა ისმით ხოლმე ეთიშებიან სამყაროს და ცოტა ცუდად მითხრეს რა. შეიძლება და უფრო ლამაზად ეთქვათ ჩემთვის, ძალიან მეტკინა და იქედან გამომდინარე, რომ ესე უცებ მომახალეს ეს დიაგნოზი, მე შევეცადე ჩემი დედამთილისთვის ეს მეთქვა უფრო ლამაზად, კარგი ფორმით. მე მგონი გამომივიდა, რადგან დავარწმუნე, რომ კიბო არ ნიშნავს სიკვდილს. მაშინ მივხვდი, რომ მოვიგე პირველი ცხოვრებისეული ბრძოლა მასთან ერთად. იმიტომ რომ ახალი ქრისტინე ვიპოვე. ქრისტინე, რომელიც მეგონა იმ დროისათვის, რომ ყველაფერს გააკეთებდა მისი საყვარელი. ჩემი მეორე, რა ვიცი, დედის, ესე ვიტყვი. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად არ გამომივიდა. ნაწილობრივ გამომივიდა. არ გამომივიდა, იმიტომ რომ ალბათ უფალს ასე ენება. მე ესე ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ. თბილისში რამოდენიმე კვლევების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საფრანგეთში წავსულიყავით, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიმართოთ საზღვარგარეთ მყოფ სპეციალისტებს. მაგრამ უფლისნებით ეს არ გამოვიდა, ეს ბრძოლა წავაგეთ. მაგრამ ამ ბრძოლას ყავდა გამარჯვებული იქვე, ქრისტინე, რომელიც უკვე შეცვლილი იყო. უკვე ცხოვრება სხვა თვალით ხედავდა და რაღაცა შინაგანად ყოველთვის ეჯერა, რომ ეგ მოხდებოდა, იცი, გვანცა. იმიტომ რომ როდესაც დუბლინში მატერ ჰოსპიტალის ერთ-ერთ პალატაში ფეხმორთქმით ვიჯექი მახსოვს და წინ ჩემ თვალწინ რამოდენიმე ექიმი საკუთარ დიაგნოზს
მაცნობდა მივხვდი, რომ რაღაც არაამქვეყნიური ხდებოდა. როდესაც მითხრეს, რომ ძალიან ფეხაკრებით მოვიდნენ, იცით, ქრისტი, ჩვენ თქვენს ფილტვზე რაღაც 17 სანტიმეტრიანი წარმონაქმნი, რბილი წარმონაქმნი აღმოვაჩინეთ და გვინდა რომ ესე ნევსით ფრთხილად ჩავიდეთ და ეს მასა ამოვიღოთ და იქვე ვახსენე სიტყვა ბიოპსიას გულისხმობთ? თითქოს ველოდი. ადამიანებმა მითხრეს, რომ იცით რაზე ვსაუბრობთ? მე კითხვა დავუბრუნე და კიბო მაქვს. ჯერ არ ვიცით, მაგრამ დიდი ალბათობით კი. კიბო შეიძლება გქონდეთ. მაშინ 5 წამიანი პაუზის შემდეგ ისევ უფალს მოვიხსენიებ. ალბათ მან მომცა ძალა, რომ ეგეთი მაგარი ვიყო თორე ისე ვინა ვარ? არავინ. ჩავისუნთქე, გავიღიმე, რასაც სულ ვაკეთებ და ვთქვი, მე ქრისტინე ვარ, 31 წლის, ქართველი. თქვენ არ მიცნობთ. მაგრამ ეხლა გავიცნობთ ერთმანეთს. თქვენ აქ ღმერთმა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად გამოგგზავნათ და რადგან სამყარო ჩემი ღიმილის გარეშე წარმოუდგენელია, თქო, და მე უკვე გადავრჩი, თქო. მაშინ დავიწყე რომ არ დამემალა, მაშინ დავიწყე რომ მეთქვა, მიდი არ გაჩერდე, გოგო, ნახე რა მაგარია, ნახე ტკივილებზე როგორ იზრდები, როგორ ძლიერდები, შენ ხო უფლისეული ქრისტინე ხარ, შენ ხო ქრისტეს ქრისტინე ხარ, თქო, მაშინ ყველაზე მეტად ვიწამე მისი. მერე უკან საკუთარი მეუღლე მელოდებოდა, რომელსაც ვერ გაეგო რას მესაუბრებოდნენ. ვერ გაიგო და შევეცადე მისთვის ძალიან ლამაზად მეთქვა. მეთქვა, რომ ეს რა ხდებოდა ჩვენს თავს. ვუთხარი 5 წუთით. 5 წუთით ვიტირეთ საკუთარი ტკივილი, გამოვხატეთ ემოციები და მერე დავიწყეთ ის რასაც ვისაუბრებ ახლა აქ, ამ პოდკასტში. მე ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ შენ ხარ ასეთი მაგარი და ძლიერი. მე ვიყავი 20 წლის, როდესაც დიაგნოზი დამისვეს და მაშინ საქართველოში ექიმების დამოკიდებულება ისეთია, რომ თუ მიყვება მამა ექიმთან, ანუ ვინმე შენ არ გესაუბრებიან და ესაუბრებიან მას. მეც პირველი შეხება ჩემი კიბოსთან იყო, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი და ბებოს დაუსვეს ეს დიაგნოზი. ბებო გარდაიცვალა. მამა ჩემისთვის იყო უდიდესი სტრესი, როდესაც უთხრეს, რომ მე სიმსივნე მქონდა და როდესაც მე ვითხოვდი ჩემ ანალიზის პასუხებს, რომ სად არის ჩემი ანალიზები, მახსოვს, რომ 2 კვირა მამა ჩემი ხან რას იმიზეზებდა, თან დადიოდა და ტიროდა. მერე რაღაცნაირად მოიკრიბა ძალა და მითხრა, რომ ტირილით, რომ იცი ვარაუდობენ, რომ ლიმფომა გაქვს. და რა ვიცი, ლიმფომა არ ჟღერს ისე ცუდად, რომ მოგკლას. ხო, საერთოდ არ ჟღერს, რაღაც საყვარელი სახელია და ავდექი მაშინვე დავგუგლე რა იყო ლიმფომა და ვნახე რომ არის სისხლის სიმსივნე. მანამდეც სულ ვუყურებდი ხოლმე ფილმებს, რომ აი სიმსივნე აქვს ადამიანს, გადარჩება და ეს გმირია და ასე შემდეგ და მაშინ საქართველოში ცნობიერება ძალიან ცუდად იყო 2012 წელს. თითქმის არ ვიცოდით გადარჩენილი ადამიანების შესახებ, ყველასთვის კიბო ასოცირდებოდა სიკვდილთან და მაშინ ვიფიქრე, რომ აი მე ვიმკურნალებ, გადავრჩები და მე ყველას მოვუყვები, რომ გადავრჩები და ყველასთვის мотиваცია გავხდები. 2012 წელს ჩვენთან პეტ სკანიც არ არსებობდა და მე მიწევდა თურქეთში წასვლა კვლევის გადასაღებად, მაგრამ საქართველოში ვიმკურნალე. ექიმების დამოკიდებულება მეც არ მომწონდა, თუმცა ეს არ ეხება ჩემ მკურნალ ექიმს. ეს ეხება მანამდე ძალიან ბევრ ექიმს, რომლის ხელშიც მე გავიარე და რომლებიც იყვნენ ძალიან უხეშები, რომლებიც არ მიხსნიდნენ რა ხდება და ესაუბრებოდნენ მამას, როდესაც მე ვიყავი 20 წლის უკვე ზრდასრული ადამიანი
მგონი და ჩემით უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები. იმიტომ რომ მამასთვის უფრო სტრესი იყო ჩემი დაავადება, მაშინ ვიდრე ჩემთვის. ჩემი ოჯახის წევრები უფრო ღელავდნენ, ვიდრე მე ვღელავდი. მე ვიცოდი, რომ ვიმკურნალებდი და გადავრჩებოდი. და აი, როდესაც ყვებოდი დედამთილის ამბავს, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გვეტყვის ექიმი, როგორ მოგვაწოდებს ამ ყველაფერს. თავარია ადამიანმა არ ინერვიულოს და როგორ მივაწვდით ჩვენ ამ ამბავს და ზუსტად ეს ფუნქცია თავს ეთახლა ჩვენ, რომ ადამიანებს ლამაზად მივაწოდოთ კიბოსთან გამკლავება როგორ შეიძლება. თუნდაც მეოთხე სტადიასთან ჩემ შემთხვევაში და თუნდაც ისეთ უიშვიათეს დაავადებასთან, როგორც შენ გაქვს და მე ვიცი, რომ ირლანდიაში ერთი ადამიანი ხარ ამ დაავადებით. შენთვის რომელი როლი უფრო რთულია? როლი იყო ონკოპაციენტი თუ როლი იყო ონკოპაციენტის ოჯახის წევრი? მე მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ დედაჩემი არის ემიგრაციაში. რამოდენიმე წლის მერე, როდესაც დედამ გააკეთა საბუთი და ჩამოვიდა, მამამ მითხრა, რომ მიმალავდა თურმე, რომ ქონდა ჯირკვალი და ეშინოდა ამ ჯირკვალის. მიუხედავად იმისა, რომ მას გადარჩენილი შვილი ყავს, ეშინოდა ამ ჯირკვალის და არ მიმხელდა. და მაშინვე წავიყვანა სკრინინგზე. აღმოჩნდა, რომ არაფერი საგანგაშო, მაგრამ როდესაც წარმოვიდგინე, რომ შეიძლება დედას ქონოდა სიმსივნე, იმხელა ემოცია და დარტყმა იყო ჩემთვის, რომ ჩემ თავზე ისე მე არ მინერვიულია, როგორც დედა ჩემზე ნერვიულობდი და მაშინ მივხვდი, რატო ნერვიულობდნენ ჩემი მშობლები, მე როდესაც ავად ვიყავი, ჩემზე უფრო მეტად. ორივე როლი მერგო ცხოვრებაში. ონკოპაციენტის ოჯახის წევრობაც და როგორც ონკოპაციენტი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ყველაზე რთული არის იყო ონკოპაციენტის ჩემთვისაც ონკოპაციენტის ოჯახის წევრი, რადგან ყველა ვერ იღებს ისე ამ დიაგნოზს ყველა პაციენტი, როგორც მაგალითად მე და შენ მივიღეთ, როგორც ბევრი ადამიანი ჩვენაირად იღებს, ანუ პოზიტიურად უყურებს ამ ყველაფერს და ხვდება, რომ კიბო სიკვდილი კი არ არის. კიბო ცხოვრებისეული თანამგზავრია, რომელთანაც მაგარი ტიპი შეიძლება გახდე. ჩემი მესიჯი იქნება საზოგადოებისათვის, რომ თქვენ ჩვენაირო ონკოპაციენტებო, ჩვენაირო მაგარო ადამიანებო და შეშლილო ადამიანებო, მინდა გითხრათ, რომ არ დაყაროთ ფარხმალი, არ გაბედოთ სიცოცხლეშივე სიკვდილი, იმიტომ რომ მაგრად ეხავს. არ ერთხეს ყველანი წავალთ, თავარი გიცით რა არის ჩემთვის. როცა წავალ, ხო იტყვიან ადამიანი, ვაიმე ქრისტი რა მაგარი გოგო იყო, როგორ გაიარა ეს რთული გზა, როგორი ბედნიერი იყო, მარტივად გადაატანინა მის ოჯახის წევრებს, მარტივად დაანახა მის ირგვლივ მყოფებს, რომ კიბო არ არის განაჩენი. და ეს იქნება ჩემი მესიჯი, რომ ყოველთვის გავიღიმოთ, არ დავივიწყოთ, მაგრამ ცოტა მივაყურისნოთ ეს ჩვენი დაავადება, რადგან ხანდახან მიტოვებაც კარგია, თუ არ ვიფიქრებთ ბევრს ამის შესახებ, არ დავიწუწუნოთ, რადგან ალბათ ღმერთმა სწორად იცის, ვის უნდა გამოუგზავნოს ეს განსაცდელი და ეს განსაცდელი, მე ესე ვფიქრობ, ჩვენს გამოსასწორებლად არის გამოგზავნილი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ, რომ ჩემს უფრო კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებას ისთვის არის ეს განსაცდელი გამოგზავნილი, რადგან მე ბევრად კეთილშობილი გავხდი, ბევრად გულისხმიერი გავხდი, ბევრად სხვის ტკივილებზე მოფიქრალი გავხდი, ბევრად ძლიერი გავხდი, ბევრად ღიმილიანი გავხდი და საკუთარ თავში ისეთი მაგარი რაღაცები აღმოვაჩინე, არასოდეს ხალხო, არ ვნანობ ამ დღეს 2023 წლის 21 მარტს, როცა ის ჩემ ცხოვრებაში მოვიდა. ამ დღეს არასოდეს არ ვნანობ და არ ვინანებ, რადგან ძვირფასი გოგო შევიქენი ბოლოს, მე მგონი ესე ვფიქრობ. ჩემი აზრით, შენ ძალიან ძვირფასი იყავი მანამდეც. უბრალოდ საკუთარი თავის სიყვარული დაიწყე, ალბათ დიაგნოზის დასმის შემდეგ. მივხვდი, რომ მხოლოდ სხვები არ უნდა გიყვარდეს, საკუთარი თავიც უნდა გიყვარდეს და საკუთარი თავიც უნდა დააფასო. მე ვფიქრობდი, რომ მე ალბათ იმიტომ დამემართა, რომ აუცილებლად გადავრჩები. ქიმიოთერაპიაზე, მაგალითად, ჩემ გვერდით იჯდა ქალი, რომელიც ვტიროდა, რატომ დამემართა მე. და მაშინ მქონდა უსამართლობის განცდა, რომ რატომ მე არა,
რატომ ვინმე საერთოდ და ყველაზე უსამართლობაა რომ ბავშვები ავადდებიან. იმიტომ რომ ჩვენ ზრდასრულები ვართ და ამას ვუმკლავდებით და პატარა ადამიანები დიდი ადამიანების დახმარების გარეშე ამას ვერ უმკლავდებიან. და მე დღეს საქართველოში ვცდილობ ონკოპაციენტების უფლებები დავიცვა. რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ 2025 წელს ონკოპაციენტებს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვთ საქართველოში, არ აქვთ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, არ აქვთ კვლევებზე ხელმისაწვდომობა, არც თანხები გვაქვს იმის, რომ ესე ჯიბიდან ამოვიღოთ უცებ და ვიმკურნალოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დროში იწელება და დროს ყველაზე დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ონკოპაციენტისთვის, რადგან ეს არის ვერაგი პროგრესირებადი დაავადება და ადამიანმა უნდა მიიღოს უწყვეტი და სრულფასოვანი მზრუნველობა. ჩემმა ოჯახმა იმისთვის რომ მე მქონოდა უწყვეტი და სრულფასოვანი მკურნალობა ყველაფერი გაიღო, მაგრამ ზოგიერთი დაავადება იმ ხელათანხებთან არის დაკავშირებული, რომ შეიძლება არც სახლის გაყიდვა იყოს და არც არაფერი. ამიტომ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, იმიტომ რომ ეს ჩემი მოგონილი არ არის, თვითონ სახელმწიფოს უწერია კონსტიტუციაში, რომ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის უფლება. შენ ალბათ გეცოდინება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დონაციის პოსტი იდება და ადამიანები სასიცოცხლო მედიკამენტებს და სასიცოცხლო კვლევებისთვის თანხებს ვითხოვთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს იქეთ ვეხვეწები ხოლმე, რომ დონაცია დავდოთ, იმიტომ რომ ვიცი დროს რამ ხელა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ვერ მოაგროვოს ოჯახმა ეს ფული, ესე მოკლე დროში, ყველასერიდება და ცხენია და ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არ არის ჩვენი სირცხვილი, ეს არის სახელმწიფო სირცხვილი. როდესაც ის ამბობს, რომ შენ ყველაფერი გაქვს, მაშინ მართლა ყველაფერი უნდა გქონდეს. და როდესაც იმ სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იბრძვის სიცოცხლისთვის, არ არის მოსარიდებელი, რომ შენი ქვეყანა გვერდით არ დაგიდგა და ხალხს თხოვო დახმარება. მაგრამ ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ჩვენ კიდევ დამატებით ამ სტრესის გავლა გვიწევს. მე მინდა მომიყვე, რა მზრუნველობა გაქვს შენ სადაც ხარ იქ და როგორ გექცევიან ექიმები, გიწევს თუ არა ნერვიულობა წამალზე, როდის გექნება, ან კვლევაზე, როდის გექნება და მინდა რომ საქართველოში მცხოვრებმა პაციენტებმა იცოდნენ, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ჯანმრთელობის უფლებისთვის და სიცოცხლის უფლებისთვის, რომ საქართველოშიც იგივე პირობები მოვიყვანოთ. კიდევ ერთხელ განმეორდები და როდესაც დიაგნოზი გავიგეთ ადამიანების ესეთი დამოკიდებულება პირველივე წამიდან ვიგრძენი, მაშინ მივხვდი, რომ უკვე გამიმართლა და სწორ გარემოში მოვხვდი. იმიტომ რომ დიაგნოზის გაცნობიდან მოყოლებული, მზრუნველობით დამთავრებული მივიღე სრული 100%-იანი მხარდამჭერა უცხო ადამიანებისაგან. ირლანდიაში, როდესაც მე და ჩემი მეუღლე 3 წლის წინ წავედით, მაშინ არ ვიცოდი ჩემი დიაგნოზის შესახებ და თავიდან ცოტა არ იყოს რთული არის კლინიკამდე მიღწევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი არის, ალბათ როგორც ყველა ევროპის ქვეყანაში, ეგრე ვიცით. და ყველა დამეწყო და იყო მომენტები, როდესაც ვერ მივედი იქამდე, ანუ 3 დღე ვიდექ რიგში, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა, მოვიდა ჩემი რიგიც და რო შემიყვანეს და ყველა კვლევა დავიწყეთ და ჩატარდა ყველაფერი, იმ წამიდან მოყოლებული ვიგრძენი, რომ ვარ ძალიან სრულფასოვან გარემოში. ექიმებიდან მოყოლებული, რა ვიცი, ყველა წარმომადგენელი, ვინც კლინიკაში იყო, ფსიქოლოგები ჩართული აქვს, 1000 გვარი Zoom შეხვედრები, სადაც შეგვეძლო გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ონკოპაციენტებს, ჩვენი ემოციები, ქონდა შეხვედრებს ვატარებდით, მყავდა პირადი ფსიქოლოგი, სადაც საუბრობდი ჩემს ემოციებზე და ის სრულ მხარდამჭერას მიცხავდებდა. მე და მაგძნობინებდა, რომ არ მთავრდება არაფერი. ახლა იწყება პირიქით ქრისტე, არაფერი არ მთავრდება. ეს ყველაფერი მინდა ხაზი გავუსვა, იყო სრულიად უფასოდ. საკუთარი სიცოცხლე უფლის დახმარებით და ირლანდიელი ხალხის დახმარებით სრულიად უსასყიდლოდ, სრულიად უფასოდ გადამირჩინეს და გადამოჩინა უფალმა. ერთი თეთრია, საკუთარი წამლისთვის არ მაქვს დახარჯული. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ვფიქრობ, ამა ძალიან
დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ გზაზე, რაც მე გავიარე. იმიტომ რომ ადამიანს, როდესაც აქვს 1000 საფიქრალი წამალი, როგორ იყიდოს, არ აქვს შესაძლებლობა ეს ყველაფერი მიიღოს და უწევს მთელი ქონების, რაც გააჩნია ყველაფრის გაყიდვა, ვერ იქნები ესეთი ძლიერი. ვერ იქნები. უბრალოდ რთულია და ვფიქრობ ეს ყველაფერი რომ აქ მომხდარიყო ესეთი ქრისტიანა ნამდვილად არ ვიქნებოდი იმ გარემო რა გარემოშიც მე მოვხვდი განაპირობა ისეთი გოგოს ჩამოყალიბება როგორც ახლა ვარ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაშიც ყველა ონკოლოგიურ პაციენტს კონდეს ის წამალი რაც ეკუთვნის რადგან სიცოცხლე არის ჩვენი უფლება ესე თქვი და აუცილებლად ფიქრობ რომ სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი ეს გააკეთოს. ძალიან დიდი მადლობა ონკოპაციენტების სახელით მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჩვენ სანთლით ვეძებთ მხარდამჭერებს, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს რომ ეს გამოსწორდება, ეს არ ეხება მხოლოდ ონკოპაციენტებს, ეს ეხება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსაც, რომლებსაც ანალოგიურად ჭირდებათ მუდმივი მზრუნველობა, მუდმივად წამალი და კვლევა. შენ თქვი რომ იქ აგაკ განსაკუთრებული მიდგომა, რომ იქ ყველაფერს გიკეთებენ და მათ შორის თუ არ ვცდები სწავლაშიც ხელს გიწყობენ და დასაქმებაშიც პრიორიტეტი არის რომ შენ თავი კარგად იგრძნო. 1 წლის წინ დავასრულე ესეთი Legal and Medical Administration კურსი, რომელიც გულისხმობს ადვოკატების სეკრეტარად, ანუ მდივნად მუშაობას, ან კლინიკებში, მიმღებში მუშაობას. ეს კურსი გავიარე და დავასრულე რამოდენიმე თვის წინ და ნებისმიერ, ანუ არ არის შეზღუდვა. მე რა რომ ონკოპაციენტი ხარ, მე რა რომ შეიძლება რაღაც გტიოდეს. შენც ამ საზოგადოების წევრი ხარ, შენ შეგიძლია იყო პროდუქტიული ადამიანი, შენ შეგიძლია იმუშაო, არ შეგიძლია full time-ზე იმუშაო და მთელი დღე გაატარო სამსახურში. არის იმის შესაძლებლობა part time ჯობი კონდეს, იყო და იგრძნო თავი ადამიანად. ამავდროულად მინდა კიდევ აღნიშნო, რომ ირლანდიას აქვს ესეთი ორგანიზაცია Irish Cancer Society, რომელიც როდესაც ირლანდიის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ეს ემიგრანტი იქნება თუ ადგილობრივი წევრი, როდესაც ისინი ავადდებიან ადამიანები ვთქვათ კიბოთი ავტომატურად გადამისამართდებიან ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, სადაც მხოლოდ ონკოპაციენტები არიან და ონკოპაციენტების ირგვლივ პროფესიონალი ფსიქოლოგები. აქ ხდება მათი 100%-იანი მხარდამჭერა, მზრუნველობა. აქ იწერება სტატიები და ჩემს შესახებ სტატია დაიწერა Irish Cancer Society-ში, გამოქვეყნდა სოციალურ ვებგვერდზე და ვიგრძენი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ. სადაც მოუყევი ისტორია, სადაც თქვი, რომ ქართველ გოგონამ ირლანდიაში მიიღო გასაოცარი მხარდაჭერა და მაშინ ვიგრძენი, რომ ღმერთო, როგორი იღვლიანი ყოფილვარ, რომ აქ გამომიშვი, აქ ამ სწორ საზოგადოებაში გამომიშვი, სადაც ეს ტკივილი ესე მარტივად გადამატანინე და ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რა ვიცი თუ გამოგვივა მინდა რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ შენც და ყველა ონკოპაციენტს მინდა ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ვარ მე რა რომ იქ ვცხოვრობ არ აქვს მნიშვნელობა მინდა შევქმნათ ორგანიზაცია მე უკვე აქ ორგანიზაცია როგორც იცი ქვია კავშირი სიცოცხლისთვის და იმიტომ დავარქვი რომ ჩემი აზრით ზუსტად კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ერთმანეთის არსებობაც გვაძლიერებს. როდესაც გაიგებენ რომ ადამიანს სიმსივნე აქვს თითქოს ყველა თავს არიდებს. თავის თავს უფრო იცავენ მე ესე მგონია იმ სტრესისგან და ტკივილისგან რომ შეიძლება ეს ადამიანი ვერ გამოჯამრთელდეს ესეთი აზრები აქვს. მე არასდროს არ დისტანცირდები ამ ადამიანებისგან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ცხოვრების იმ მონაკვეთში, როდესაც ისინი ცოცხლები არიან, მე მაქსიმალურად ყველაფერი გავუკეთო, რომ თავი კარგად იგრძნონ. ეს ნახატი დავხატე, კიბოს შემდეგ დავიწყე ხატვა, რაღაც ნიჭი მეც აღმოვაჩინე ჩემ თავში და დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ იასამნისფერი არის ყველა სიმსივნის ფერი და ესე
რაღაც გავერთიანებულიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ტკივილი გქონდა ამ დროს. ნუ ეს ძალიან კარგია, რომ შენ არ გქონდა იქ ფიქრი, რომ მე წამალი მექნება თუ არა, მაგრამ ეს პროცესიც ხო თავისთავად რთული პროცესია და ამ პროცესიც მინდა რომ ისაუბრო. პირველად, როდესაც ქიმიოთერაპია დავიწყე, პირველი ქიმიოთერაპია მითხრეს, რომ დიდი დოზით ქიმიოთერაპია გამიკეთა, როგორც ესე გავიგე. და მექნებოდა გვერდითი მოვლენები. მომწეს ყველა მედიკამენტი, რაც გვერდით მოვლენებს უნდა აღმოეფხვრა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იმუშავა. აი ამ წამალმა, იმიტომ რომ ძალიან აგრესიულ ფორმას აგრესიული მიდგომა ჭირდება. 5 დღის შემდეგ, როდესაც გავიკეთე პირველი ქიმია, მახსოვს სახლში ვიწექი ჩვენ ჩემ აპარტამენტში ვიყავით, ირლანდიაში უფასოდ გვაცხოვრებენ. მადლობა ღმერთს ამისათვის და მადლობა ირლანდიას. და ჩემი მეუღლე მათგან თავზე მივლიდა, რა თქმა უნდა, წყალს ვერ ვსვამდი, ყველა კუნთი, ყველა ძვალი მტკიოდა. ანუ შენ გამოცდილი გაქვს ეს ტკივილი როგორია და ვინცაც გამოცდილი გაქვთ დამეთანხმებით და მიხვდებით, რომ ეს ენით აღუწერელი ტკივილია. მაგრამ ვიცოდი, შედეგს ვხედავდი. იმიტომ მტკიოდა, რომ სამის ქიმიის შემდეგ რომ მივიდოდი და ახალი კატესკანი მექნებოდა, ვიცოდი რომ სად გაქრა, ნუ ექიმები მეტყოდნენ, სად წავიდა და ეს იმდენად წარმოდგენებს ვაკეთებდი, რომ შედეგზე ვაკეთებდი, ანუ ვამახვილებდი ყურადღებას, უკვე ვხვდებოდი, რომ აი, ხომ მტკიოდა. ნუ გეშინია. შენ, ანუ ნუ გეშინია, მე შიგნიდან ის მეუნებოდა ის აქ არის. ანუ ის აქ არის, შენ არ შეგეშინდეს. ეს შენს გადასარჩენად არის, ყველა ტკივილი არის, იმიტომ რომ შენ გადარჩე. ბევრჯერ მოვკვდი. დუბლინის матер ჰოსპიტალის რეანიმაციაშიც მოვხვედრილ ვარ. ყველაზე მეტად ყველაფერს ვგრძნობდი. ერთ მახსოვს პირველი ქიმიის მერე რომ შემიყვანეს და ნუ ტკივილისგან უკვე ვითიშებოდი, სანამ გავითიშებოდი, მანამდე ცდილობდნენ ჩემს ვენაში შესულიყვნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. და მესმოდა როგორ ღელავდნენ თვითონ ექცნები, რომ რაღაც ექიმს უძახდნენ, რომ უკვე გონებას ვკარგავდი და დამხმარებოდნენ. და მაშინაც კი, იცი თვალწინ რა წარმომიდგა? გოლგოთას მთისკენ მიმავალი იესო, რომელმაც ჩემთვის, ერთ-ერთი ქრისტინესთვის, უბრალო გოგოსთვის, ვიღაცა ქრისტინესთვის, ესე ეწამა ჩემთვის და ვერ გამებედნა, მეთქვა, დავიღალე, არ შემიძლია, როგორ არ შეგიძლია, გოგო, მან შენთვის რამდენი რამე შეძლო. შენ როგორ არ შეგიძლია. აი ეს ხმა შიგნიდან მეუნებოდა რომ მიდი გოგო შეგიძლია. მიდი ქრისტი, შენ მაგარი ხარ, მე აქა ვარ. ეს ხმა ჩემთვის უფლის ხმა იყო. მე და მას სხვანაირი, ზეციური კავშირი გვაქვს. აი ნუ როგორ იცი? არა ვარ ეხლა ძალიან განათლებული რელიგიის კუთხით. ვაღიარებ, ვარ ჯერამ წამს დავდივარ ეკლესიაში. მაგრამ უფალს ვგრძნობ როგორ იცი, აი ჩემებურად, ჩვენი დიალოგი გვაქვს. ალბათ ეგ არის ყველაზე, ეგ არის მთავარი იპოეს. და ეს ტკივილები, ეს ქიმიოთერაპიული ტკივილები, რაც ამ კურნალობას მოყვა, ალბათ მარტივად იმიტომ გადავიტანე. მე ესე ვფიქრობ, თორემ ყველა ტკივილი მახსოვს, ყველა თვალი ცრემლი მახსოვს, ყველა ჩემი ჩამონგრევა მახსოვს, მაგრამ წამოდგომა ფეხზე ისეთი მაგარი იყო, ღირდა ყველა ტკივილი ამად. მინდა გულწრფელი, მინდა ვიყო, როცა უყურებს ამ პოდკასტს ადამიანი, მინდა იგრძნოს, რას ვგრძნობს შიგნით, იმიტომ რომ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი რამე, რაც ხაზს უსვამს, რომ კიბო განაჩენი არ არის და მოდი რა, ესე გირჩევთ ყველას, შეხედეთ რა ცხოვრებას, ჩემი თვალებით, დამერწმუნეთ ძალიან ბედნიერი იქნებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი დეტალები მოგვიყევი. იმიტომ რომ მე ვიცი რაზეც ლაპარაკობ.
მეც მქონდა ეს ტკივილი და ამ ტკივილის სიმწვრისგან მიტირია და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ტკივილი იმიტომ იყო, რომ სიმსივნეს ებრძვის ქიმია. ველოდებოდი, აი ახლა გავიტიჟები, მოდი დავჯდები, რომ თავი არ დავარტყა, ან წამოვწვევი, რომ თავი არ დავარტყა და ფიქრობდი, რომ ღმერთო, ეხა თვალი გამახელინე და მე შენ იმედებს არ გაგიცრუებ. და სულ ვახელდი ამ თვალებს, ესე გამოვიდა და აგერ რემისია მაქვს 10 წელზე მეტია. ღმერთის დახმარების გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. როდესაც გვაქვს უსაგანგაშო ესი სტატისტიკა, რომ ყოველწლიურად 11800 კიბოს შემთხვევა არის, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ადამიანების თითოეული სიცოცხლისთვის. ისე როგორც აკეთებს ირლანდია შენი სიცოცხლისთვის. ჩვენმა ექიმებმა ემპათია უნდა ისწავლოს ამ ადამიანების მიმართ. დღეს ძალიან განვითარებულია ჯანდაცვის სფერო, ყოველ წუთას ვითარდება მედიცინა და უამრავი შესაძლებლობა გვაქვს გადარჩენის. მთავარია ეს ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის. როგორ ჩამოხვედი, ეგეც მინდა მითხრა, იმიტომ რომ მგონი მითხარი, რომ ექიმი დამეხმარა საბუთშიო და ჩვენთან სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ონკოპაციენტებს პროტესტი გქონდა, არც ერთი ექიმი არ გამოვიდა და არ დადგა პაციენტების მხარეს, იმ პაციენტების მხარეს, ვისაც წამალი ჭირდება. და მინდა მომიყვე იმ მხარდაჭერის შესახებ, რაც ექიმისგან მიიღე. ირლანდიაში ჩასული ქართველი ემიგრანტები აუცილებლად მიდიან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც ითხოვენ თავშესაფარს, ჩვენც ისე მოვიქეცით. მქონდა ინტერვიუ, მოვუყევით ინტერვიუ, რის გამო დავტოვეთ საქართველო. და ეს პროცედურა გაიწელა. ამავდროულად ველოდებოდით პასუხს, მაგრამ თანვე გავიგეთ ჩემი დიაგნოზის შესახებ. ამ დროს, როდესაც ადამიანი ავადდება ონკოლოგიური დაავადებით, მას პრიორიტეტული, ყველა კუთხით პრიორიტეტია ირლანდიის ტერიტორიაზე. ჩემი საკუთარი თავიდან გამომდინარე ვამბობ, სადაც მივდივარ კლინიკაში მივალ, ნებისმიერ ორგანიზაციაში მივალ, სადაც ვიტყვი, რომ მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ყოველთვის პატივისცემის მიზნით, კუთხით მეპყრობიან, ყოველთვის მithმობენ პირველი შევდივარ, მაგალითად რიგს გულისხმობ და მე ვარ პრიორიტეტი. ვგრძნობ, რომ იქ მაქვს სხვანაირი მხარდაჭერა. და ექიმისგან მქონდა ძალიან და დღემდე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, როდესაც მივედი და ვთხოვე წერილი, რომელიც მე იუსტიციის მინისტრისთვის ირლანდიაში უნდა გამეგზავნა, მან დამიწერა ესეთი წერილი. სადაც იყო ნახსენები, რომ ქრისტინე კვიცარიძეს, რომელსაც აქვს უიშვიათესი კიბოს დიაგნოზი, სახელად თიმომა, B2 stage, ის უნდა ცხოვრებდეს ირლანდიაში, რადგან ყოველ 3 თვეში უნდა იაროს კატეკვლევაზე და მონიტორინგი უნდა გაიაროს. სანამ ის ცოცხალია, უნდა იყოს ირლანდიის ტერიტორიაზე, რადგან იმყოფება ჩვენს მეთვალყურეობის ქვეშ. ამ წერილის გაგზავნიდან დაახლოებით 1 თვეში მე მივიღე სტატუსი, რისი დახმარებითაც მე დღეს საქართველოში ვარ და ამიხდა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. ყველაზე დიდი ოცნება ამ დიდი ბრძოლის შემდეგ, რადგან მინდოდა მენახა ჩემი შვილები, მინდოდა მენახა ჩემი ოჯახი. მინდოდა გამეზიარებინა ის შიგნით დამალული ემოცია, ყველა გრძნობა, რაც აი აქ გულთან მქონდა შენახული. მადლობა უფალს, მადლობა ირლანდიელ ექიმებს, მადლობა ჩემს Mater Hospitals, სადაც რო შევეკითხები, ხო ყველაფერი კარგად იქნება? პასუხი ერთია, ქრისტი, არ ინერვიულო. გინ დაგჭირდება რაიმე თერაპია? ჩვენ აქ ვართ. ნებისმიერი თერაპია შენთვის არის. ნებისმიერი მომსახურება შენთვის არის. შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და აქ ხვდები რომ გამიმართლა. მადლობა, გვანცი აქვე დავძენ. ღმერთს რომ შენი თავი გამომიგზავნა. მადლობა ჩვენს მეგობარს, თამარ მღებრიშვილს, რომელმაც ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო. ძალიან მაგარი გოგოა ჩვენი მეგობარი, ონკოპაციენტი საბერძნეთიდან, რომელიც, რა ვიცი, ეხლა მკურნალობის პროცესია და ძალიან დიდ ბრძოლაშია.
ჩვენგან ძალიან დიდი სიყვარული მხარდაჭერა თამარს და მადლობა თამრიკო. ესე იგი ვგიჟდები, ისე მიყვარხარ, აი სიყვარულს კი ხსნი, ახლა ჩვეულებრივად ამ ხალხის წინაშე. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ჩემი სულისმიერი გოგო ხარ და აი გპირდები, აუცილებლად შემდეგი ტრიპი შენთან იქნება საბერძნეთში, შენ რო ჩაგეხუტო. შენ ხო მე გვანცი გამაცანი და გამაბედნიერე. ნუ ამისთვისაც მადლობა უნდა გითხრა და მიყვარხარ რა, აი ძალიან მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ, სამყარო მიყვარს. და კიბო არ ტეხავს, რადგან მივხვდი რომ ყველაფერი სხვაფერია ხალხნო. ხალტირი ბედნიერებისგან ესრემლები არ გეკონოს რომ რამე ისეთი არის. მე ესე კარგად ვერ ვიტყოდი. მართლა ვერ ვიტყოდი. ამდენი წელია ვცდილობ თქვა რომ ეს კიბო განაჩენი არ არის რომ ხალხო არ შეგრცხვეთ, არ შეგეშ. კიბო არ ტეხავს. ძალიან დიდი მადლობა შენ. ამ შენი გულწრფელობისთვის, სიყვარულისთვის, მეც ძალიან მიყვარხარ, თამარი ძალიან მიყვარს და მინდა რომ მალე გამოჯამრთელდეს და ჩავიდეს და ერთად ვიზეიმოთ აუცილებლად და აუცილებლად გამოჯამრთელდება, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი არის, რომ შანსი არ არის, რომ ამ ყველაფერს არ მოერიოს. თამარმა შეძლო და გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნებიდან ონკოპაციენტები ერთ ჯგუფში და შეხვედრებს ვატარებთ ამ ჯგუფში. რაც, რა ვიცი, ძალიან მაგარი გოგოები გავიცანი, ყველა ქვეყნიდან ისეთი მაგარი ქალები, რომ აი ყველა რომ მიამაყება და ყველა მინდა რომ გავაცნო ყველას. იცი გულწრფელად დავძენ. არ ვიცი როგორ გამიგებთ, მაგრამ მე ხო ბოლომდე გულწრფელი და შეშლილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ის აქ არის, სადღაც ჩემ გულთან ახლოს. გულის მთავარ არტერიასთან აქვს ფეხი გამოდგმული. ხშირად მახველებს და თავს მახსენებს ხოლმე. ისე შევეჩვიე. მე მგონი მის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელი მეჩვენება და იცი ხანდახან რას ვამბობ? მანდიყავი, არ მატკინო. იყავი და ვიცხოვროთ ერთად, ხო? არ ვინანებ არასოდეს. ბედნიერი ვიყავი იმ წუთიდან და დღემდე ვარ და ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ ვიცი რა იქნება მომავალში. არ მინდა იფიქროთ რომ რაღაცა ფანტაზიებში ვარ, არ დავფრინავ. ვიცი რასთან მაქვს საქმე. მაგრამ ვიცი რომ სიცოცხლეშივე სიკვდილი ტეხავს. თუ კი ამ თვალით შეხედავთ ამ ყველაფერს, დამერწმუნები და დამეთანხმები ალბათ გვანცი რომ ეს გზა მეტად მარტივად გასავლელი იქნება. ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ დამთანხმდი ესე და მოყევი შენი ამბავი საჯაროდ. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლის მოტივაციას დაუბრუნებს შენი ამბობი. აი, რომ არ უნდათ დაღლილები რო იყვნენ, მაგრამ რო შეახსენე, რომ არ უნდა დაიხალონ. მიზანი ჩემი სწორედ ეგ არის. შენ ახსენე, რომ ჩვენი ილუზიები არ უნდა შევიქმნათ. მე ვიტყვი, რომ კიბო არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მუდამ ჩვენთან არის. არ არსებობს ყოფილი ონკოპაციენტი. ჩვენ ვართ ონკოპაციენტები რემისიაში, როდესაც ჩვენი სიმსივნე არის გაჩერებული და მუდმივად კონტროლზე ვართ, მუდმივად შემოწმებებს ვიკეთებთ, რომ თავიდან წამოვა თუ არა ეს დაავადება და არის იმის რისკი, რომ თავიდან წამოვიდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ ვებრძოლოთ თავიდან და ისევ დავამარცხოთ. ეხა თუ რაიმე იქნა, ახალი ტრანსფორმირებული ქრისტინე მჭირდება. ნუ რა მოვიგონო ახალი და ვფიქრობ შევდივარ რომ ეხა უფრო მაგარი გოგო იქნები. ასე რომ აი ამ კუთხით თუ დაინახავ რომ ყოველ თქვათ თუ დაბრუნდება, ჩემი კიბო დაბრუნდება? მე რა რომ დაბრუნდება. ისევ აქა რო არის, ისევ მოვიგებ ამ მომს და ვფიქრობ უკვე მთავარი ბრძოლა მოვიგეთ, ჩვენ მოვიგეთ. არ ვიცით რა იქნება მომავალში, არც არის საინტერესო. შეიძლება ადამიანმა გაიაროს და რაღაც შენობას მოწყდეს რაღაც და თავში დაეცეს. ისეთ საფრთხეს შემცველ ქვეყანად ჩამოვყალიბდით სამწუხაროდ და ამიტომ გარანტირებული მეორე დღე არავის არ აქვს სამწუხაროდ. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც უსაფრთხო გარემო იქნება ყველასთვის და განსაკუთრებული და პრიორიტეტული იქნება პაციენტები. მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ მარტო ონკოპაციენტები არა. აი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც მუდმივად ბრძოლაში არიან. და ჩვენ ქვეყანაში მინდა რომ მოწყვლადი ადამიანები ისევე პრიორიტეტულები, ისევე დაფასებულები და ისევე საჭიროდ გრძნობდნენ თავს, როგორც შენ გაგრძნობინებენ საზღვარგარეთ, როგორც მე მაგრძნობინებენ სხვა ქვეყნებში, რომ მე ღირებული ვარ, რომ მე მათ ვჭირდები, რომ მე საჭირო ადამიანი ვარ. რასაც ჩემი ქვეყანა დღესდღეობით არ აკეთებს, არც ჩემთვის და არც სხვა პაციენტებისთვის, მაგრამ მე მინდა რომ ეს შევცვალო, მე ვიცი რომ შენ ამ ბრძოლაში დამეხმარები და მე ვიცი რომ ჩვენი გუნდი კიდევ
უფრო გაიზრდება. შენს გვერდით მიგურე ნებისმიერ ბრძოლაში. მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისათვის, სადაც მომეცი საშუალება. აი აქედან ამომეღო და აი აქ თქვენთვის. მე თქვა რომ მე ქრისტინე ვარ. ახლა უკვე 34 წლის ონკოპაციენტი და კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სიცოცხლის გადასარჩენად. მარტო ჩემი სიცოცხლის არა, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენადაც. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ქუთაისის ორგანიზაციას, Rig Dogs. იმიტომ რომ დაგვითმეს თავისი სივრცე, თავისი დრო და რა ვიცი, არაჩვეულებრივად დაგხვდნენ როგორც სახლში. ქუთაისი ჩემთვის ისედაც სახლია და ეჭვი არ მეპარებოდა რომ ასეთი კარგები იქნებოდით. და აქ ხედავ ბანერზე წერია, იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის. პაციენტების ხმა ვარ ჩვენ.